მადლობა ანა ნაცვლიშვილს და უკვე სტუდიაში მარიკა არევაძესთან გადმოვალ. კი ბატონო, მარიკა, თქვენ რახან ვახსენე პრემიერის განცხადებები, მოდით ამაზე გამოხმაურებით დავიწყოთ, რომელიც ამბობს, რომ ამოწურა უკვე ამ რადიკალურმა ოპოზიციამ, როგორც თავად ამბობს ეს თავისი რესურსები, ზუსტად 5 დღე დაგვჭირდა ამისთვის და მოთხოვნებსაც ვერ აყენებენო ახალი არჩევნების, იმიტომ რომ ამ პარტიებთან ასოცირება არ უნდათო. ანუ რამდენად არის ეს რეალობას თვალს რამდენად უსწორებს ის და თქვენ როგორ გამოეხმაურებოდით მის ამ განცხადებებს? ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს ქუჩაში, ის მშვიდობიანი და მრავალათასიანი მანიფესტაცია, მიტინგი არ არის მართული არც ერთი ძალის მიერ. ეს არის ადამიანების, დაღლილი ადამიანების და ევროპული ღირებულებების მქონე ადამიანების დაუსრულებელი პროტესტი, რომელსაც რა თქმა უნდა უერთდებით ასევე პოლიტიკოსები და ჩვენ ყოველდღიურად, ყოველ დღე და ყოველ ღამე ვდგავართ მათთან ერთად. თუმცა ეს პროტესტი არ არის არავის მიერ მართული, როგორც აღნიშნე და მოქალაქეების მიერ, ასე ვთქვათ, თვითორგანიზებით და ყოველდღიურად უკვე მე რამდენი დღეა ჩვენ ვუყურებთ საკმაოდ მასშტაბურ აქციებს. კობახიძე, რომელიც არის ივანიშვილის თვით გამოცხადებული და არალეგიტიმური რაღაცა ორგანოს წარმომადგენელი, რომელსაც თავი პრემიერ-მინისტრად მიაჩნია, არ არის საერთოდ უფლებამოსილი განცხადებები გააკეთოს, ასე ვთქვათ, ორგანოების, ანუ მმართველი ორგანოს სახელით. მის განცხადებას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. პროცესი მიდის ქუჩაში, პროცესი მიდის ხალხის მიერ და პროცესი არის აბსოლუტურად მიმართული ცვლილებებისკენ. აქ სწორედ ჟღერდება, მე რა თქმა უნდა მონაწილე ვარ ამ პროტესტის და არაერთხელ გაჟღერებულა ამ აქციებზე ახალი არჩევნების მოთხოვნა. ხელახალი არჩევნები რეალურად მართლაც არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელმაც შეიძლება განმუხტოს ეს პოლიტიკური კრიზისი და სამართლებრივი კრიზისიც მათ შორის, რადგან ჩვენ ვართ მოცემულობაში, როდესაც არალეგიტიმური ორგანოები ცდილობენ, რომ მართონ ქვეყანა. ეს ხელისუფლება, ანუ ეს არალეგიტიმური თვითგამოცხადებული ორგანოები არ არიან აღიარებული არც ერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორის მიერ, არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ. დიახ, ქვეყანაში არის კრიზისი, დიახ, ხალხს უნდა ცვლილებები და ეს ცვლილებები, რაც არ უნდა თქვას კობახიძემ, აუცილებლად დადგება. კი ბატონო, რაც შეეხება დღევანდელ ბრიფინგს და თქვენს მიმართვას, რაზეც ანა ნაცვლიშვილიც საუბრობდა, მოგვიყევით უფრო მეტი, ეს არის შეგროვება იმ ფაქტების, რასაც ადგილი ჰქონდა ამ მძიმე შემთხვევების და შემდეგ გაგზავნა, რომ მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია თუ აი როგორ გითხარით თქვენი პოზიცია? ჩვენ 4 პროდასავლური ძალა კოალიციურად თანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის ერთ-ერთი არის სწორედ ეს იურიდიული ადამიანის უფლებების მიმართულება. ნახეთ, ჩვენ ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან მასშტაბურ და განგრძობითი ხასიათის უფლება-დარღვევის ფაქტებს ვუყურებთ. ისეთი ფუნდამენტური ხასიათის უფლებები, როგორც არის აზრის გამოხატვის თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, ჯანმრთელობის უფლების დარღვევა მათ შორის, იმიტომ რომ იქ ხდება ადამიანების დაზიანება, მოწამვლა და არავინ არ იცის რა მასით ხდება, რა ნივთიერებით ხდება ადამიანების მოწამვლა ადგილზე. მათ შორის წამების და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვა ვერ ხდება, ხო ადამიანების, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად ადამიანების ტერორს და მშვიდობიანი აქციის მონაწილეების ცემას, ფიზიკურ ძალადობას, დაშინებას და ასე შემდგომ. ოფიციალურ სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ხო, 400-ზე მეტი მომიტინგი არის დაკავებული. 400-ზე მეტი მომიტინგიდან 30-ზე მეტი არის სწორედ სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებული უსაფუძვლო ბრალდებებით და გამოგონილი ბრალდებებით. მათ შორის არიან მაგალითად იგივე საბა სხვიტარიძე, გიორგი ახობაძე და ნიკა კაცია, რომელიც სულ ახლახანს დააკავეს რაღაცა აბსურდული ბრალდებით თითქოს და ნარკოტიკების ასე ვთქვათ ჩადებას აქვს ადგილი რეალურად, როგორც ვრცელდება ინფორმაციები. ხო, რეალურად ეს ადამიანები არიან რეჟიმის მსხვერპლი, რეჟიმის პატიმრები. როგორც კი ცვლილებები იქნება ამ ქვეყანაში და ეს ცვლილებები აუცილებლად იქნება რეჟიმის პატიმრების განთავისუფლებიან. სწორედ ამიტომ არის ამ აქციების
სამი მთავარი მოთხოვნა. ერთი ეს არის განთავისუფლება სწორედ ეს პოლიტიკური რეჟიმის პატიმრებს, მეორე ხელახალი არჩევნები და რა თქმა უნდა არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ ორგანოს მიერ, რომელსაც ექნება ნდობა. დღევანდელ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არავითარი ნდობა არ გააჩნია. ამიტომ ის უნდა მოხდეს საერთაშორისო ჩართულობით. რო დაუბრუნდეთ ისევ სტატისტიკას, ხომ 62 ადამიანზე მეტის მიმართ გამოიყენეს ადმინისტრაციული პატიმრობა და 100-ზე მეტი ჯერჯერობით 100-ზე მეტი ადამიანი არის დაჯარიმებული. ნახეთ, ამ სამართალდამცავის დარღვევები ხდება ყველა ეტაპზე. გარდა იმისა, რომ ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები იქნება ეს კრიმინალური პოლიცია თუ გდდ თუ საპატრულო პოლიცია არ ღვევს უფლებებს, შემდგომ არ რეაგირებს უწყება, რომელსაც აქვს ამის ვალდებულება, ეს არის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არ რეაგირებს პროკურატურა და არ რეაგირებს არც მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ნახეთ, მარტი-აპრილის აპრილი-მაისის პერიოდს თუ განვიხილავთ, იმ პერიოდშიც რომ არ მომხდარა არავითარი რეაგირება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა, დაუსჯელობის სინდრომა მოგვიყვანა აქამდე. ყველა აგებს პასუხს აუცილებლად, სწორედ ამიტომ დავიწყეთ სამართლებრივი მექანიზმებით საერთაშორისო ეტაპზე და შემდგომ უკვე აუცილებლად როცა ქვეყანა მადლობა მარიკა არევაძეს და თქვენ პარალელურად უყურებთ